ყადირის ღამე 1000 თვეზე უკეთესი და 1000 მეტრზე უკეთესი ღამე. ძვირფასო მორწმუნენო, დრო გადის და ჩვენ ამ დროის განმავლობაში განვიცდით სიხარულსაც და ტკივილსაც, დარდსაც და სევდასაც, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. და ჩვენ ამ დროთა მდინარებისას ღმრთის წყალობით ვუახლოვდებით რამადანისთვის დასრულებას და ყადირის ღამის დადგომას. განსაცდელებს, პანდემიებსა და სხვადასხვა მოვლენებს რა მოთulis, მაგრამ ვუახლოვდებით ყადირის ღამეს და სული მშვიდდება, მხნეობა გვემატება, ძნელბედობის ჟამი დრგუნება და ვივსებით უსაზღვრო მადლიერების გრძნობით, რომელსაც უზენაეს ღმერთს უძღვნით. დალოცვილი იყოს ყადირის ღამე. მორწმუნენო, ღმერთმა კაცობრიობის მართალ გზაზე დასაყენებლად და უსამართლობისაგან თავის ასარიდებლად წმიდა წიგნი მოგვივლინა, რომლის ყოველდღიური კითხვა და მასში მოცემული მადლისა და ცოდნის გაზიარება დიდი წყალობაა. წმიდა წიგნის ყურანის მოვლინება რამადანის თვეში დაიწყო. ამიტომ ეს თვე ყოველთა თვეთა გვირგვინია. ღამეს, როცა პირველად მოგვევლინა ყურანის აიათები, ყადირის ღამეა. ღამე ყოველ ღამეთა უკეთესი. ყველა მორწმუნის გულში სიმშვიდისა და სათნოების დამკვიდრების ღამე. ამ ღამეს გვეძლება სულიერი ამაღლებისა და განწმენდის იმედი. ყურანში ნაბრძანებია უეჭველად ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს. ყადირის ღამეს ღმერთის ნებით გვევლინებიან ანგელოზები. ყადირის ღამე ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლამდე სიხარულით, მშვიდობითა და ბედნიერებითაა სავსე. და ამ ღამეს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ღმრთისადმი მიცემული პირობა, რომ მისი თაყვანის მცემელნი ვიქნებოდით. განვაახლოთ ეს პირობა და ვიყოთ სიტყვის პატივის მცემელნი. ყადირის ღამე ღვთისმსახურებით, ვედრებითა და თაყვანის ცემით, მადლიერებით გავატაროთ და გულმხურვალედ თხოვოთ გამჩენს, აგვარიდოს განსაცდელს, საყოველთაო პანდემიას და დაასრულოს ყოველი უკეთური. ყადირის ღამეს გავიხსენოთ შუამავლის ვედრება. ღმერთო, შენ მიტევებელი ხარ, მიტევება გიყვარს, მომიტევე. დაგლოცოთ გამჩენელმა. ამინ.